მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ზაურო მინიშვილი, ჩიპტურის წარმომადგენელი, ჩვენი ასე ვთქვათ ლეგენდარული ტანკი თუ გახსოვთ, Toyota, რომელიც იყო მომზადებული სერიოზული ბრძოლისთვის, გასხვისდა და ყავს ახალი მეპატრონე. ჩვენ კიდევ ვიწყებთ ახალ პროექტს, რომელიც არის Nissan Patrol. Nissan Patrol არის 3.0 turbo დიზელით, სტანდარტული მონაცემებით, ეგრეთ წოდებული კერასინკა, რომელსაც უმეტესობა ეგრე ეძახის და რატომ არ ვიცი. შევიძინეთ და მივიდივართ ჩვენს მეგობარ კომპანიასთან, Kia ავტომოტივთან, რომელსაც აქვს Petronas-ის უმაღლესი ხარისხის ზეთები. უნდა შევცვალოთ ძრავში, გადაცემათა კოლოფში, დამადაბლებელ მექანიზმში, ხიდებში, სადაც იცვლება ზეთი ყველგან. რისთვისაც ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენ სპონსორს, Kia ავტომოტივს. და ეხლა გველოდება და შემდეგ პროცესს მოახსენებთ. მოვედი ჩვენ მეგობარ კომპანიაში, Kia ავტომოტივში, გურამიშვილის 100 ნომერში. და დადამ, ჩვენი კერასინკა. იწყება ზეთის შეცვლა ძრავში. ეს რაც პირველი უნდა გააკეთო ავტომანქანის შეძენისას. ეს არის ჩვენი მეგობარი, ბატონი გიორგი, Kia ავტომოტივის წარმომადგენელი. კაცი დიდი გულით. გიორგი, რაზე ცვასხავთ ახლა ჩვენ მანქანაში? მე სანამ მოვიდოდი თქვენთან კი ავწერე Petronas-ის ზეთს ცვასხავთ, რომელიც ძალიან დიდ ბრუნებს უძლებს და ასე ვთქვათ, კაი გამძლე ზეთი არის, რაც გამოვცადეთ წინა მანქანაზე Toyota-ზე. ასევე Petronas-ის ზეთს ვასხავთ ამ შემთხვევაშიც 540 სიგნალდეს, მაგრამ საქმე გვაქვს 3.0 turbo diesel Nissan Patrol-თან. Petronas-ის ზეთი დატესტილია უკვე საურის მანქანაში, ტანკში, რომელიც არა ამ ქვეყნიურ პირობებში მუშაობდა და ზეთი უცლებდა ტემპერატურას და მაშინ ვასხავდით წაურ 1040. ეხლა ჩავასხავთ 540 სიგნალდეს და ჩვენ პროდუქტზე გარანტიას ნამდვილად ვიძლევთ. ზეთი გაუძლებს ნებისმიერ დატვირთვას ზაურის პირობებშიც კი. ანუ ყველაზე ცუდი პირობები მე ვარ? რა გამოვიდა? არა ხალხო არ დაიჯერა. შენი დატვირთვა ცდება ქართულ მონაცემებს. ასე რომ მაინც უძლებს. კი, აუცილებლად ნამდვილად მართლა კარგი ზეთი არის და ყველას მოგიწოდებთ და გირჩევთ. მოგწანდით გურამიშვილის 100 ნომერში, Kia ავტომოტივში. გელოდებით. აქტიურად მიდის ზეთის შეცვლა. გურიაში, როდესაც ვიმყოფებოდით Toyota-თი, ძალიან მაღალი აღმართები დავძლიეთ და მაღალი ბრუნების გამოყენება დამჭირდა. და სანამ ასე ვთქვათ, როდესაც გავყიდეთ მანქანა, როდესაც გასხვისდა მანქანა, ზეთის შუპი მაჩვენებელი რო ამოწია ახალმა მეპატრონემ, ზეთს ფერი არ ქონდა შეცვლილი. მისთვისაც მადლობა Kia ავტომოტივს. ჩაისხა ზეთი 540 დაშვებით. და ნახოთ როგორ გაუძლებს ტესტს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ტესტი გავლილი აქვს, უბრალოდ ეს სიტყვის მასალად არის, რამდენად გაუძლებს ტესტს. ტესტი ნამდვილად ჩაბარებული აქვს უკვე ამ ზეთს. ზაურის პირობებშიც კი გაიარა და ნახოთ ახლა ძალიან საინტერესოა დიზელის ძრავზე ამ დატვირთვაზე როგორი მუშაობს და რამდენად გაუძლებს ეს არის საწყისი პროექტი. გაიმახსოვრეთ ხალხო, ესეთი მანქანა როგორ იყო თავიდან. შემდეგში ნახოთ რა იქნება. სიტუაცია ისიც დააფიქსირეთ იქ. დადაბუდა. არა უშვებს. Sekoiashi ესეთი მოკლედ დღემდე აგრძელებს ჩვენი მანქანის გამაგრება. ნახოთ პატროლში რას იწევს.